ქართული ოცნებისთვის ოპოზიციის მოთხოვნა საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე მორიგი და სწორია, რომ რადიკალური ოპოზიცია საკუთარ სამშობლოს ებრძვის. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ხელისუფლების ოპონენტები იმ საგარეო პოლიტიკური აქტორების დაკვეთით მოქმედებენ, რომლებსაც საქართველოს წარმატება არ სურთ. თბილისში იმედი აქვთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ამ პოლიტიკას არ ახვება. გაყალბებული არჩევნების შემდეგ ქართული ოცნება არ არის ქართული ხალხის წარმომადგენელი. აქედან გამომდინარე ის ოპოზიციის მოთხოვნა კი არ არის, ეს არის ქართული ხალხის მოთხოვნა და ეს არის ჩვენი პარტნიორების პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება. ოპოზიცია აგრძელებს საქართველოს ვდრობას, აღნიშნული წერილი, მანამდე სხვა გადაწყვეტილებები ერთ-ერთ რამეზე მიუთითებენ, რომ მათთვის არ არსებობს არაფერი წმინდა, არაფერი ღირებული, არც სახელმწიფოს ინტერესები და თუ ისინი არ იქნებიან ხელისუფლებაში, ასეც უგუნია ქვაქვაზე არ დარჩენილ, ეს არის მათი დამოკიდებულება. მოლოდინი გვაქვს, რომ ჩვენს პარტნიორებს ეყოფათ ღირსება და მიუხედავად იმისა, რომ მათ კონკრეტული პოლიტიკური ძალებისგან, იგივე ევროპის სახალხო პარტიისგან, სხვა ბრიუსელის სხვადასხვა ჩინოვნიკებიდან აქვს პირდაპირ დავალება, რომ დასაჯონ ჩვენი ქვეყანა, დასაჯონ ჩვენი დელეგაცია, დარწმუნებული ვარ, რომ მათ ეყოფათ ღირსება და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ. კოლექტიური ნაწმოძრაობის ეს ნარატივი აბსოლუტურად გასაგებია, იმიტომ რომ კარგად ხვდებიან პოლიტიკურ აღსასრულს და აქედან გამომდინარე ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ ფსკერზე იპყრობენ ყოველ დღე და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ რომ მოქმედებენ, ამას ამტკიცებენ ყოველ დღე. სხვათა შორის ეს ჩვენ გამოგვადგება საგამოძიებო კომისიაში მტკიცებულებად, როდესაც ეს პოლიტიკური ძალა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს. ამ შემთხვევაში ევროსაბჭოში და ევროკავშირში აგზავნიან წერილებს და მოთხოვნებს იმასთან დაკავშირებით, რომ საკუთარი ქვეყნის დელეგაციას შეუჩერდეს უფლებამოსილება და ეს არ არის პოლიტიკური წინააღმდეგობა, ეს არის ჩვეულებრივი მტრობა საკუთარი ქვეყნის.